არაფერი ნარკომანი არ არსებობს. ეს მითია თუ რეალობა? ძალიან საკამათო თემაა. მან როგორი რაღაცა იცი დამოკიდებულება არის ქრონიკული ხასიათის დაავადება, ოღონდ ქრონიკული ხასიათის დაავადება არ არის ფიზიკური კომპონენტით, არის ფსიქოაფექტური კომპონენტით, რადგან სიამოვნებას ჩვენ ვერასოდეს ვერ ვივიწყებთ, ხო? იმიტომ რომ მეხსიერებას არ აქვს ის უნარი, რომ აბსოლუტურად წაშალოს ყველა ინფორმაცია, გადადის პასიურ მეხსიერებაში და ამიტომ რისკი რომ შეიძლება რამე გახდეს მაპროვოცირებელი, მატრიგერებელი და ის სიამოვნება გამახსენოს და გამიჩნდეს სურვილი არის. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს არ შეუძლია იფუნქციონიროს და იცხოვროს ფხიზლად. ამაზე მე ყოველთვის ესეთი პასუხი მაქვს ხოლმე, როდესაც მეკითხებია, რომ მაგალითად, როცა ადამიანი 15 და 20 წელი ფხიზელია, ანუ ეს როგორ ფიქრობთ, არ არის საკმარისი დრო იმისთვის, რომ ვთქვათ, რომ ის ჯანმრთელად ცხოვრობს, ფუნქციურია, ადაპტურია, ურთიერთობს, მუშაობს, ოჯახი ყავს, მეგობრებთან დადის და აბსოლუტურად ყველა რგოლი აქვს დაკმაყოფილებული, ხო? ჩვენ ხო ვიცით, რომ სამი რგოლი უნდა იყოს დაკმაყოფილებული ადამიანმა, რომ თავი კმაყოფილად იგრძნოს, ეს არის ოჯახი, განვითარება, ანუ პროფესია და სოციალური გარემო, მეგობრები და თუ სამივე რგოლს აკმაყოფილებს და წარმატებულია და თანაც ფხიზლად ახერხებს ამას, რატო არ უნდა ვთქვათ ჩვენ, რომ მან დააღწია თავი დამოკიდებულებას, ხო? სტატისტიკურად ამბობენ, რომ ქრონიკულ დაავადებებს ახასიათებთ რეციდივი და სწორად ამიტომ არის ხოლმე ხშირად, რომ რადგან მორეციდივე დაავადება, ხშირად უკან ბრუნდებიან იმედგაცრუების, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ნებისყოფობის ან არასწორი ნაბიჯების გამო.